მოგესალმებით მეგობრებო TV+-ის ეთერიდან. გადაცემა მეფუტკრეობა ნომერი მე-17 გადაცემა. მე ადრე გადაცემებში მოგახსენით რომ უამრავი საკითხები დაგროვდა, მით უმეტეს ახლა გამოზაფხულდა ადრე გაზაფხულზე ბევრი სამუშაობა დაჭირდება ფუტკარს. რამდენიმე საკითხი მოგიტანეთ დღეს და განვიხილავთ ამ საკითხებს. როგორ ასეთი შეკითხვა შემოვიდა, როგორ გავიგოთ დედა ფუტკარი დღეში რამდენ კვერცხს ხდებს? მეგობრებო, ახლა ეს ინტერესის სფეროა ფაქტიურად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეულ ფეჭაზე 1200-მდე უჯრედია. უჯრედი, აი 6 სახნაგა უჯრედი და თავისთავად ცხადია, ორივეზე იქნება 2500-მდე, 2400-მდე დაახლოებით. და დღეღამეში ფუტკარი დებს 1500-მდე კვერცხს. ახლა ზოგიერთ ლიტერატურაში ვინც ზოგიერთი რაღაც დისერტაციები დაიცვა, რაღაცა მიმატებულიათ, რაღაც 2000, 2200, 2500. არა, მეგობრებო. დღეღამეში 1500-მდე კვერცხს დებს. აი თუ გინდათ რომ ნამდვილად გაიგოთ, რამდენი კვერცხი დადო, კი ბატონო, ცარიელი ჩარჩო ჩადეთ შუა ადგილას ახალ დედიანი, რომელიც იქნება სკა. და შეხედავთ რომ ესე იგი მაღლით ამ მხარეს, სადაც თაფლი აქვს, თქვათ 1/5 ნაწილი მაღლა, იმ ადგილას კვერცხს არ დებს, თუ ცარიელი იქნება თავისთავად დადებს, მაგრამ აი იმ 1/5-ზე მაღლა თაფლი სადაც არის, იქ თავისთავად ცხადია, იმის ქვევით კვერცხია დადებული ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ესე იგი თუ ორივე მხარეს დადებულია თაფლის გამოკლებას ის ფართობი, სადაც ეს არის თაფლი, თავისთავად ცხადია, გამოდის 1500-მდე კვერცხი. ესე იგი ფუტკარი დღეში დებს 1500 კვერცხს. ისა დღეღამეში მაპატიეთ. ეხლა როგორი სიტუაცია იცი? ეხლა აი ამ დროისათვის მცირე რაოდენობით არის. ინტენსიური ჩაკვერცხა მიმდინარეობს აპრილის ბოლოს, მაისის თვეში, ივნისის დასაწყისში, ვიდრე ძირითად ღალიანობაზე გავა. და ღალიანობაზე რო გადის, მაგდენს კვერცხს აღარ ადებს. ფაქტიურად მუშა ფუტკარი დაკავებულია თაფლის შემოტანაზე და დედაც ნაკლებად დებს კვერცხს. მართალია დებს, მაგრამ იმდენი რაოდენობით არა. ეხლა ძირითადად აპრილისა და მაისის თვეში დებს ამდენ კვერცხს. თუ ახალი დედა და თუ ძველია, ნელ-ნელა კლებულობს, მეგობრებო. ესე იგი, ეს საკითხი ამოვწოდოთ ასე. თუ მაინც და მაინც გვაინტერესებს, ავიღებთ, ჩავდგავთ, ერთი დღის შემდეგ, ანუ 2 დღის შემდეგ ამოვიღებთ და შევხედავთ, რომ კვერცხია დადებული შიგ. ეხლა წეგნასაც ვთქვი, რომ ერთ გვერდზე 1200 უჯრედია თაფლის გარეშე. მეორე მხარესაც ხო იგივე და თუ თაფლი ექნება მაღლა, თავისთავად ცხადია, ეს გამოაკლდება და საერთო რაოდენობით 1500 გამოდის კვერცხი დადებული. მეორე საკითხი ასეა, როგორ გავიგოთ ტყეში ფუტკარი არის თუ არა? მეგობრებო, ბევრი დადის ტყეში ფუტკრის საძებნელად. ეძებენ, რომ უნდათ რომ ეს ველური ფუტკარი მოიყვანო და მოაშინაურონ. ეხლა როგორი სიტუაცია, მეგობრებო, თუ სადმე, აი თუ დაგაინტერესა და გინდათ მართლა წახვედით და ფუტკარი გინდათ რომ დაიჭიროთ, თუ ერთ ან ორ ადგილას მაინც შეავჩინეთ, რომ ფუტკარი მოძრაობს, ესე იგი სადღაც არის იქ ფუტკარი. და რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის? როგორ უნდა მივაგნოთ? ეხლა ყველა ხესთან ხო ვერ მიხვალ და ამ ვებერთელა ტყეში ვერ მოძებნი. შეიძლება იქავია სადღაც ახლოს, შეიძლება სადღაც ძალიან შორს. და თუ ინტენსიური მოძრაობა ფუტკრის ეძეს რაღაც ახლოს არის. მაგრამ უფრო კარგად რომ ახსნათ,
თაფლი ან შაქარწყალი ჩავასხათ ჯამში, დავდგათ, სადმე აი პატარა მინდორივი თუ არის ადგილი, ისეთ ადგილას დავდგათ. თავარია 1-2 მზვერავი ფუტკარი მოვიდეს, ნახოს, დააჯდეს, თუ დააკვირდებით დაჯდა, უნდა დაელოდოთ, რომ ესე იგი სხვებიც მოვიდეს. წარმოიდგინეთ მეგობრებო, რომ ეს ზვერავი ფუტკარი წავა, სადაც ბუდობენ, იქიდან მოიყვანს ფუტკარს და ეხლა ქსელი გაიბება მერე მუდმივი ქსელი იმ ჯამიდან, აი იქ სადაც ფუტკარია ფუღუროში. და თქვენ შეგიძლიათ ნელ-ნელა გადაწიოთ, ან პირდაპირ თუ სწრაფად მოვიდნენ ფუტკრები, არა? ესე იგი რაღაც ახლოს არის. თუ ცოტა დაგვიანებით, თქვათ 1-2 ფუტკარი მერე კიდევ მოყვა და კიდევ ესე იგი რაღაც შორს არის. მაგრამ არის ასეთი სიტუაცია, რომ თქვათ მაგალითად ორი ოჯახია და რაღაცა ერთი მხრიდან შემოვიდა, მეორე მხრიდან და იქ ჯამში უკვე ერთმანეთს ებრძვიან კიდეც, უკვე ამჩნევ რომ სხვადასხვა ორი ისა ბუდობა არის სხვადასხვა ადგილას. მაგრამ თუ ერთია ერთი მხარეს წავა ფუტკარი და უნდა გაყვეთ. ნელ-ნელა გაყვებით, რომ გააბავენ ხაზს უკვე, მიყვებით და თავისთავად ცხადია მიგიყვანთ ეს ფუტკარის მოძრაობა იმ ფუღუროში, სადაც ეს ფუტკარია. აი ხო, ეხლა ადვილად აღიხსენით, მაგრამ როგორი ძნელია, იცი, აი თუ ისეთი ტყია გაუვალი რაღაცა ძნელია, ფუტკარს შემოვლითი გზებიც აქვს, ეხლა პირდაპირ ხაზით ხوار მიფრინა, ზოგჯერ სადღაცაა მერე მოbrunდება რაღაცა ასეთი რაღაცები ხდება. ისე რომ თუ დაინტერესებული ხართ, აი როგორც გითხარით, ასეთ ვარიანტში შეგიძლიათ მიაგნოთ ფუტკარს და მისი ჩამოყვანა მე ადრე თემები მქონდა განსახილველი და იცით როგორც უნდა ჩამოიყვანოთ. შემდეგი საკითხი ასეა, როგორ გავიგოთ ფუტკარი სხვასაც ყავს თუ არა, სადაც ფუტკარი უნდა დავდგათ. მეგობრებო, ეს ფაქტიურად მსგავსი საკითხებია ეს. მაგრამ ძალიან საინტერესოა ეს საკითხიც. მე ადრეც პირველ გადაცემაში თქვი ეს, მაგრამ ეხლა კიდევ ჩავთავე, ზოგი ეხლა პირველ გადაცემას არ უყურა, მაგრამ თუ პირველ გადაცემას უყურებთ, იქ ძალიან მკაფიოდ აღნიშნე და კარგად აღნიშნე სა და როგორ. ესე იგი, ჯერ წინასწარ ადგილს ამოვირჩევთ, სად უნდა დავდგათ, მზის სხივები როგორ ეცემა, ქარი ხომ არ უნდა, აი ქარის ადგილას სადაც ქარი იცის, ქარი ხომ არ იცის იქ და ის მის ირგვლივ რა მცენარეებია, ხემცენარეებია, ნექტარი საიდან უნდა შეაგროვოს, თაფლი საიდან უნდა მოიტანოს, ეს ადგილი უნდა შევაფასოთ და მერე კი ბატონო, თუ ეს ყველაფერი რეალურად არსებობს, არის, ესე იგი როგორ უნდა გავიგოთ სხვასაც ყავს. ეხლა თავისთავად ცხადია, ზოგი ეხლა შეიძლება ირგვლივ 100 მეტრაში არავის არ ყავს, მაგრამ აგერ 500 მეტრაში ვიღაცას ყავს, შენ არ იცი. იგივე ვარიანტი უნდა გავიმეოროთ, რაც აი ტყეში თქვათ მივაგენით ფუტკარს, დავდგავთ თეფსზე ან ჯამზე დავასხავთ ისა თაფლს ან თხელთაფლს, თუნდაც ისე ჩვეულებრივ თაფლი, რა მნიშვნელობა თხელი ქას თხელი, ან კიდევ შაქარწყალი. ოღონდ მე წეღანაც უნდა მეთქვა და ეხლაც ვიტყვი წინა საკითხთან დაკავშირებით, რომ ფუტკარი, როდესაც გინდა ღალიანობის დროს შეიძლება არ მივიდეს უღალობის პერიოდში, აი ადრე გაზაფხულზე და შემოდგომებით თავისუფლად შეგიძლიათ. ფუტკარი უკვე ეძებს, იმ დროს ღალა რო აღარ არის, ეძებს სადმე როგორმე რაღაცას მიაგნოს და ამ დროს უნდა დადგათ თქვათ მარტი-აპრილის თვეში ჯამით და შეამჩნევთ თუ ბევრი ფუტკარი მოვიდა, ესე იგი თუ ისეთი ინტერვალი თქვათ 5-10 წუთის და 20 წუთის ინტერვალი სადღაც ახლოს არის. ამ დროს მეგობრებო შეგიძლიათ როგორია იცი, ზოგჯერ არის თქვათ ნაღდი ქართული ჯიშის ფუტკარია და არ უნდა სხვა ფუტკარში აერიოს და ამ დროს შეგიძლიათ მოიძიოთ, ახლო-მახლო გაიკითხოთ ვის აყავს
ფუტკარი და ნახოთ ის ფუტკარი რაჯიშის ფუტკარია, ახლა ზოგი აზერბაიჯანიდან, ზოგი სასუნხეიდან შემოყვანილი, ადრე იყო ასე, შეიძლება ახლა ისე არ არის, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში. ასე რომ როგორ შეიძლება გავიგოთ, ახლო ყავს თუ არა, აი როგორც გითხარით, ჯამში ჩაასხავთ, სერობს ან თავს და ფუტკარი თუ მალე მოვიდა, ესე ის რაღაც ახლოს ვიღაცას ყავს ფუტკარი. შემდეგი მამალი ფუტკარი რამდენ ხანს ცოცხლობს, მეგობრებო? მამალი ფუტკრის სიცოცხლე დაახლოებით 2-3 თვე არის განსაზღვრული. ესე იგი 2-3 თვეს ცოცხლობს. როგორი სიტუაცია, მეგობრებო? 2-3 თვე ფუტკრისათვის მცირეოდენი წერია, ეს კარგი დროა. ესე იგი, მაგრამ აქ ზამთარში უფრო დიდხანს აძლევს 4-დან 5 თვემდე. ზამთარს გაატარებს და გაზაფხულზე იხოცებიან. ესე იგი, წარმოიდგინეთ თქვენ, რომ 2 თვე სრულიად საკმარისია, თუ ის მომწიფებულია იმისათვის, რომ შეჯვარდეს დედალთან, ის ძალიან როგორ არის, იცი? აი ზოგჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ დამწყერმე ფუტკრე ვიყავი და აი მამლების რაოდენობა ძალიან ნაკლები იყო საფუტკრეში. წარმოიდგინეთ, ახლა ხო არის, ახლა მაგალითად 2-3 ოჯახი ყავს და არ არის მამალი იმდენი რაოდენობით. და როგორ უნდა შეუწყოთ ხელი, რომ სამამლეები უნდა ჩამოვაშენებინოთ, ჩვეულებრივი ჩარჩო უნდა ჩაუდგათ და ცარიელი ჩარჩო და ჩამოვაშენებს სამამლებს. ახლა მე გადავედი უფრო სხვა თემაზე, მაგრამ ეს ასეც არის, რომ მამალი ისედაც აუცილებელია. მამალი საერთოდ 2 თვე თუ ძლებს, ესეც დიდ რამეს ნიშნავს, მაგრამ წეღანაც ავთქვი, რომ ზამთარი რომ გავიტანოთ, ესე როცა არ ფრენს, უფრო დიდხანსაც ძლებს. მუშა ფუტკარიც ასეა და მამალი ფუტკარის და საერთოდ მამალი ფუტკარი უფრო დიდხანსაც ძლებს. ესე იგი, ჩვეულებრივად მუშა პერიოდში, როდესაც გამოდის გარეთ ფრენს, მერე შიგნით შედის ტყაში, 2 თვე ძლებს, ზამთარში 4-დან 5 თვემდე. გააჩნია ზამთარი თუ დიდხანს გაძლებს და უფრო დიდხანს ძლებს. შემდეგი, როგორ მოვიქცეთ საკუჭნაუში დედა ფუტკრის, აი კვერცხის დება რომ ავიცილოთ, მეგობრებო. ცუდი რა არის იმაში, თუ საკუჭნაუში დედა ფუტკარმა კვერცხი დადო. და იქიდან უნდა გამოვიდეს ახალი ფუტკარი. ამაში ცუდი რა არის? არაფერი ცუდი არ არის, მეგობრებო. ეხლა რატომ ადევს? ჯერ აბა იქ ვიკითხოთ, რატომ დევს მაღლა? დაბლა შეიძლება თაფლით არის შევსებული და ძალაუნებურად მაღლა დევს კვერცხს. ან პირიქით, დაბლა შეიძლება მთლად სავსეა ისა ბარტყით და მერე საკუჭნაუში ამოდის. თავისთავად ცხადია, დაბლა ადგილი როცა აღარ არის, რომ კვერცხი დადოს, ის მაღლა დევს კვერცხს. მაგრამ ხლა ეს საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მეგობრებო. როდესაც კვერცხს დადებს, უკვე თქვათ, 1 კვირის შემდეგ მივედით, შევხედეთ კვერცხია დადებული, ზოგი უკვე დახურულიც არის. თუ მაინც და მაინც ხედავთ, რომ იქ თაფლი შემოაგდა, აი სხვა რომელიმე ფუტკრის ოჯახი სუსტია, მოდი გადავიტანოთ იქ ეს ჩაკვერცხილები და იქიდან ცარიელი ჩარჩოები გადმოვიტანოთ და შევცვალოთ. იქ შეიძლება აღარ დადოს და თუ კიდე დადო, კიდე შევცვალოთ, მაგრამ არ ამგონია, რომ მეორედ კიდევ დადოს ის. ეხლა ჩემი დიდი გამოცდილებიდან ასე გამიკეთებია, შემიცვლია ჩადებული ეს ცარიელი ჩარჩო, ჩამოუშენებიათ, ისა თაფლი ჩაუსხია და კვერცხი არ ჩაუდია და თუ მაინც და მაინც გინდათ, რომ კვერცხი არ დადოს, მაღაზიაში იყიდება სპეციალური ბადეებია. ადრე ჯერ კიდევ 40 წლის წინ და 30 წლის წინ იყო ასეთი რაღაცა სეტკები იყო, დავადებდით მაღლიდან და მუშა ფუტკარი რომ ძრებოდა, ისეთი სეტკა იყო და ავიდოდა მაღლა.
და მუშა ისა დედა ფუტკარი ვერ აძვრებოდა ზევით. ეხლა მაღაზიებში იყიდება სპეციალურად პლასტმასებია, დაადებთ და დედა ფუტკარი ვერ ძვრება იქ. და თავისთავად ცხადია, ეხლა ყველა ხომ ასე არ იქნება რა, თუ სადმე შეამჩნიეთ, იმ ადგილას ჩაუდგავთ ამ სეტკას გახვრეტილია იმ რაოდენობით იმ სიგანეში, რომ მუშა ფუტკარი ავიდეს და ვერ აძვრეს. ესე იგი არის ვარიანტი, ჩემი ვარიანტიც გითხარით და არის კიდევ ის ვარიანტი, რომ სეტკას დაუდებ და დედა ფუტკარი არ აძვრება, მაღლა და კვერცხს აღარ დადებს. და თუ მაინც და მაინც არა გაქვს სეტკა და ვერ დაუდე და შეამჩნიე, გადაიტანე სხვაგან, შეცვალე ჩარჩოები ცარიელი ჩაუდგი, მეორედ ის აღარ დადებს კვერცხს. თუ მაინც და მაინც კვერცხი დადო, ესე იგი იმას ნიშნავს, რომ დაბლა პრობლემა აქვს. ან თაფლით არის ავსე, ან ბევრი ბარტყი აქვს გამოსაყვანე. ასე რომ არის მაღაზიებში იყიდება სეტკას, დაუდებთ და არავითარ შემთხვევაში მაღლა დედა არავა და კვერცხს აღარ დადებს. აი ძალიან მოკლედ ასეა. ბევრი შრომა რო აღარ ჩავდოთ, რომ გადაიტან, გადმოიტან რაღაცები, ყველაზე ადვილი ესეა. შემდეგი ზოგჯერ ზამთარში სკაში რჩება მამალი ფუტკარი. რატომ? მეგობრებო, მე ადრეც აღიხსენით ამასთან დაკავშირებით სხვა თემაში ნაწილ პატარაზე მქონდა ასე ჩართვები. როგორ არის იცი? ზოგჯერ ყოფილა რომ ახალი გამოსული დედა, აი გამოსულა სექტემბერში ახალი დედა ან აგვისტოში და კვერცხის დება დაუწყია და როგორ არის იცი? კვერცხს დებს ამ დროს ძალიან ინტენსიური კვერცხის დების საშუალება აქვს, უნარი შეესწევს ახალი დედა არის და ამ დროს სამამლეშიც დებს. ეხლა მასიური არ არის უკვე ეს გვიან შემოდგომით კი არა, ადრეულ შემოდგომით, მაგრამ რამდენიმე გადაყვება. ზოგჯერ გვიან გამოდის მამალი და გადაყვება ზამთარში. ზოგჯერ არის რომ ცრუდედაა გაჩენილი და ცრუდედიანში სამამლები იცით რომ ბევრია. ესე იგი არის რომ დედა არ უვარგა და მამლები ყავს და ზამთარში გადადის ასე გაზაფხულზე თავისთავად შეამჩნია რომ მამლები არიან. ეხლა კი აი დააკვირდით ვისაც დიდი საფუტკრები გაქვთ, დააკვირდით ასეთი სუსტი დედები უკვე რაღაც 4 წლისა და 5 წლის დედები სადაც არის, ზოგან სუსტი ოჯახიც არის, მამლები იმას აყავს, ან ცრუდედიანს ყავს და გადაყვება ზამთარი. ან ნარჩენი მამლებიან გვიან გამოდის, ეხლა თავისთავად ცხადია, აღარ აფუჭებენ იმას, უკვე დახურულია, გამოდიან და ამ დროს სიცივეები ემთხვევა და გარეთ აღარ უშვებენ. ესე იგი თვითონაც შეყუჟულები არიან მუშა ფუტკარი და რჩება ასე. ისე რომ უჯრედებში ნარჩენი მამლები რაც არის, ზოგჯერ მინახია რომ ის არის გაუღირგნიათ ეს სამამლე უჯრედები და გამოუგდიათ, მაგრამ ზოგჯერ ყოფილა დაუტოვიათ და ზამთარში ყოფილა და გაზაფხულზე გვინახია რომ მამლები ყავს. რა თქმა უნდა ეს მამლები არ ვარგანან გასანაყოფიერებლად, მაგრამ ასეა. რჩება ცრუდედის გამო, უვარგისი დედის გამო და აი გვიან კვერცხი როდესაც დადო, იმ შემთხვევაში გადაყვება ზამთარში მამლები. ასე რომ არ არის ეს პრობლემა, არ არის, მაგრამ აი იმ შეკითხვას უპასუხე, რატომ პრინციპში ეს პრობლემას არ წარმოადგენს. როდის შეუძლია მამალ ფუტკარს შეუღლება დედა ფუტკართან? როდის შეუძლია მამალ ფუტკარს შეუღლება დედა ფუტკართან? მეგობრებო, როდესაც გარეთ გამოდის დედა, ამ დროს თუ ახალი დედა, მის ირგვლივ ტრიარეს უამრავი მამალი ფუტკარი.
მამალი ფუტკარი არის ერთი იმისათვის, რომ იქ არავითარ სარგებელი არ აქვს ფუტკრის კაში პირიქით თავს აჭამს რაღაც და მარტო მხოლოდ მამალი ფუტკარი არის იმისათვის, რომ დედალი ფუტკარი გაანაყოფიეროს. ესე იგი, როდესაც გამოდის მის ირგვლივ ტრიალებს, დედის ირგვლივ ტრიალებს და რამდენიმე მამალთან ჯვარდება. ესე იგი, მამალ ფუტკარს ესე იგი, როდის შეუძლია მამალ ფუტკრის შეუღლება დედა ფუტკართან. თუ განაყოფიერებულია და ნორმალური მამალია, ის აუცილებლად შეჯვარდება. თუ უარგისი მამალია, ის თავს არ გამოიდებს და არც გაიკარებს დედა ფუტკარი შეჯვარებისათვის. ასე რომ, რაც უფრო ჯანსაღი მამალი ფუტკარია, მით დედა ფუტკარიც თანხმობას აძლევს, რომ შეჯვარდეს იმასთან. და მამალი ფუტკარი რომ გამოდის 1-2 საათით და მე ისე ბრუნდება. წარმოიდგინე ამ 2 საათში ის შეჯვარებას მოასწრებს, ზოგჯერ მაშინ მეკვდება, ახლა შეჯვარდა და მაშინ დაეცა, ესე არ ხდება. ერთი 10 წუთი, 15 წუთი, ზოგი ერთი დღეს ძლებს, ზოგი რამდენიმე საათი ძლებს და მე კვდება შეჯვარების შემდეგ. ახლა ამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ აი შეკითხვის სახით შემეკითხნე, რომ თქვათ არის ის რომ უნდა მოკვდეს, რომ შეჯვარდება, ეს რო იცოდეს შეიძლება საერთოდ არ გაეკაროს, მეგობრებო, მწერია. ისე რომ შეჯვარების შემდეგ ის კვდება, 2 საათის შემდეგ რო გამოდის ფრენს და ამ 2 საათში ასწრებს შეჯვარებას დედა ფუტკართან. ძალიან შორს აღარ მიფრინავს. თუ დედა ფუტკარი წავიდა, გაყვებიან შორს და ჰაერში ხდება მის შეჯვარება. ისე რომ გითხარით 2 საათის ფრენის შემდეგ ისე ბრუნდებიან სკაში. და თუ მაგალითად შეჯვარდა და სკაში დაბრუნდა, სკაში მოკვდება და მე გადმოაგდებენ. ან შეიძლება აღარ შევიდეს და დაეცეს და გარეთ მოკვდეს. ესე იგი, ამ 2 საათში ასწრებს დედასთან შეუღლებას. რა არის დინდგილი? მეგობრებო, დინდგილი ფაქტიურად სამკურნალო საშუალება არის. მე ადრე გითხარით, რომ გაგაცნობთ სამკურნალო საშუალებას ფუტკრის პროდუქტების და ამაზე ჩვენ მოვიცლით, აი ამ ფუტკარს რომ მოვჩებით, ფაქტიურად ყველაფერს მე გადავალ სამკურნალო საშუალებებზე. თაფლისგან, მე დინდგილისგან, სანთლისგან, აი რა სამკურნალო საშუალებებია. ამასთან დაკავშირებით, ამაზე ვისაუბრებთ, მეგობრებო, ეს დამტკიცებულია, ჩემი მოგონილი არ არის და თუ რამე მოგონილია ჩვენი, თქვათ, მეფუტკრეების, იმასაც გაგაცნობთ და ყველაფერს აბსოლუტურად, ოღონდ დინდგილზე მოდი ასე მე ჩამოვწერე და თუ გინდათ ჩაიწერეთ, თუ გინდათ რო ნახავთ, მე გაიმეორეთ და დაიზეპირებთ, არ არის პრობლემა, ის ზეპირად ესედაც გეტყვით, რომ შედის ბალზამი შედის, სანთელი შედის, ყვავილის ტვერი შედის და ძირითადად იღებს დინდგილს ესე იგი მცენარის კვირტებისაგან. დააკვირდეთ, აი მეგობრებო, ზოგიერთ მცენარეს კვირტებზე აი წებოვანი რაღაცა ხეს რო დაადებ, წებოვანი ისინი აი თითქოს ხელი გეწებება, ისეთ დონეზეა. აი ზუსტად ასეთი კვირტებისგან ზეჯდება და შემოაქვს ეს წებოვანი საშუალება და იყენებენ ისეთ ადგილებში, საიდანაც ჰაერი შემოდის, ან ჰაერი უნდა შემოვიდეს და ლესავენ ისინი იქ დინდგილით. ჩვენ მართალია ვაცლით ამას, მაგრამ სამგეროდ ისინი ახლიდან განაახლებენ ამას და არის სპეციალური დინდგილის საჭერებიც არის. ეხლა რამდენიმეჯერ დავადგეს, ადრე ვაბარებდი ხოლმე და ეხლა ინტერესიც აღარ არის დინდგილზე იმდენი რაოდენობით ვაგროვებ იქა, რომ წელიწადში ყოველ წელს რაღაც ვაგროვებ, იყიდებ 3 კილო, 4 კილო, ზოგჯერ 5 კილოც, ხო და აღარა საჭირო, ზედ დაადგა სპეციალური მოსაგროვებელი დინდგილის.
ხო და აი ახლა გეტყვით დინდგილი არის მცენარეული წარმონაქმნი ის შეიცავს სანთლის 30% თუ გინდა ჩაიწერეთ თუ გინდა დაიმახსოვრეთ 30%-ს წებოვან ნივთიერებას და ბალზამს 50-60%-მდე ადის მეგობრებო წარმოიდგინეთ ბალზამი ეს სამკურნალო საშუალებაა და სამკურნალო საშუალება რახან არის ამზადებენ უამრავ წამლებს ანთებითი პროცესის ჩასაქრობად კიდევ რა შედის 5 ან 10% სხვადასხვა ნივთიერებებს ყვავილის ტვერი შედის მეგობრებო სანთელი შედის ესე იგი წარმოიდგინეთ ზოგჯერ არის რომ აი სანთელი ურევია მეგობრებო ფუტკარი ოდესაც სწრაფად ლესავს აი თქვა უცბად აცივდა სანთელსაც კი ურევს მაგრამ ეხლა ეს ის არ არის მე რაც ვთქვი ჩვეულებრივ ნორმალურად როდესაც ლესავს დინდგილით იქ სანთელს აი 5-10% სანთელი ურევია აუცილებლად ეხლა წარმოიდგინეთ რომ ბალზამი შედის გითხარით ესე იგი სანთელი მაპატის შეიცავს 30% სანთელს და ესე იგი ყვავილის ტვერი შეიცავს 5-10%-ს ყვავილის ტვერი მცირედი ის არის ამ გადაზელვის დროს ეს ოდესაც ლესავს იქ ურევს ამას მეგობრებო ესე იგი რამდენი რამ შედის და ზოგჯერ ისეთნაირად იყენებენ რომ ხსნიან სპეციალურად ზოგჯერ არის რომ პირდაპირ პატარ-პატარა ნამცეცებს იმით ღეჭავენ ანთებითი ღრძილებისთვის არის კარგი ანთებითი პროცესები ჩასაქრობად და საერთოდ სამკურნალო საშუალებაა ამდენი რამ შედის თავისთავად ცხადია სამკურნალოა გითხარით რომ კვირტებისგან გროვდება ეხლა რამდენჯერ მიმეორებ ზოგიერთ იმიტომ რომ დასამახსოვრებლად ადვილი იყოს ეხლა დამწყები მეფუტკრეები აი ეს შეკითხვები დამწყები მეფუტკრეებისგან არის შემოსული ეს საკითხები აინტერესებს და მეც იმიტომ ვაკეთებ ასე რომ აი თუნდაც დაიმახსოვრონ თუნდაც კიდევ უყურონ ერთი ორჯერ სამჯერ და დაიმახსოვრებენ რომ ასე ესე იგი დინდგილი თუ ფუტკრისთვის არის ეს ჰაერის რომ არ შემოვიდეს ჰაერი ან ქარი რაღაცა და აი წინ საფრენთან რაღაც არ შეძრეს და დაკეტავენ და პატარა შეძრომი აქვს ფუტკრის ეს თუ იმის თავისთვის იყენებს ჩვენ კი მას ვიყენებთ სამკურნალო საშუალებად ასე რომ ძალიან ამასთან დაკავშირებით წეანაცა ვთქვი მარტო ამასთან კი არა თავზეც ყველაფერზე ფუტკრის პროდუქტებზე რა სამკურნალო საშუალებებია მზადება ყველაფერზე ვილაპარაკებთ შემდეგში გარე დათვალიერება უკვე შეიძლება მეგობრებო გარე დათვალიერება მე თებერვლის თვეში გავაკეთე ფუტკრის გარე დათვალიერება გარე დათვალიერება ადრეც გითხარით ეხლა რას მოიცავს გარე დათვალიერება რა არის ეხლა არის ისეთი გარდამავალი აი ღრუბელს მოეფარება მზე და უკვე აცივდა ფუტკარი მაინც არ გამოდის ესეთნაირად და თუ გამოდის აი მზე როცა გამოდის მაგრამ არ გინდა რომ სკას ახადო რომ ეს ზოგი სუსტია და გუნდია ჯერ კიდევ შეკრული და გუნდი არ არის დაშლილი მთლიანად ესე იგი გარე როდესაც ჟურნალი გახსნილი გიწერია პირველი რიგის აი რამდენი გაქვს რამდენი სკადევს როგორ და ყველაფერი დანომრილი გაქვს ჩაწერილი გაქვს გარეთ როდესაც მოძრაობს ნორმალურად უკვე შეამჩნია რომ ისე ყველაფერი კარგად არის ზოგიერთ თებერვლის თვეში ყვავილის ტვერიც კი შექონდა წარმოიდგინეთ მეგობრებო რომ ესე იგი სადღაც მოიპოვეს ყვავილის ტვერი და შეიტანა ესე გარე დათვალიერება ამას ნიშნავს ეს სავარაუდო აღრიცხვა არის მეგობრებო მე აი ახლა მარტის თვეში ძირითადად დათვალიერება უკვე გადავხდით შემხედავთ თაფლი აქვს არ აქვს
უკვე სითბო ინდონეზია მარტის თვეში რომ უკვე შეიძლება შევწამლოთ კიდეც და მეგობრებო სიტუაცია როგორ არის ახლა აი მე ადრეს გითხარით რომ დამატებით ჩვენ ხო გვაქვს სარეზერვო ფიჭები უკვე შევინახეთ ადრე თემებში გადაცემაში თქვით აი შევხედავთ შუალედში იხარჯება ჯერ პირველად სადაც გუნდია შეკრული წინ და უკანა მხარეს უფრო სწორედ წინა მხარეს და მერე ნელა გადმოდიან უკანა მხარეს შევხედავთ თუ ნაპირზე მაინც არის თაფლი ერთ მხარეს და მეორე მხარეს ესე იგი თაფლი აქვს სრულიად საკმარისად შევწამლით ეხლა როგორი სიტუაცია მეგობრებო არ შეიძლება აი რამდენჯერ შემეკითხენ მეგობრებო წამალი მივცეთ ისე დროს ფუტკარს რომ ესე იგი უკვე აი 10 დღე მაინც უნდა იყოს დარჩენილი ძირითად ღალიანობამდე თუ ძირითად ღალიანობა იცი რომ თქვათ ივნისის თვეში იწყება სადღაც მაისის 20-ისთვის უკვე უნდა მორჩი ყველანაირი შეწამლას ესე იგი მე ახლა უკვე ჩემს საფუტკრეში წამალი ვიხმარე შევწამლე რამდენიმეჯერ შევწამლე 4 ჯერ მაინც და როდესაც ღალიანობა უკვე თაფლი შემოდის ისე დონეზე რომ საკუჭნელებს ვადგავთ იქ შეწამლა არაფრის დიდებით არ შეიძლება მეგობრებო ეხლა მართალია ეხლა ზოგი იძახის რომ აი ეს თაფლში გადადის გადმოდის მეგობრებო და არის კიდევ ეხლა გადაცემაში არ მინდა ეს გვარი სახელის დასახელება მეგობრებო როდესაც ჩვენ წამალს ჩაუშვებთ მოხდება უჯრედში ცარიელ უჯრედში თავისთავად ცხადია ეხლა ისე დროს ავწავლით რომ თაფლი არ შემოდის იმ დონეზე რომ თაფლში გაერივოს და მეორეც ერთი თუნდაც უჯრედში ასე თქვა უჯრედში მოხდება და მე თაფლი ჩაასხამსო არაფრის დიდებით მეგობრებო უჯრედში თუ მოხდა ფუტკარი თაფლს არ ჩაასხამს თუ ის გამოსუფთავებული არ არის ის უჯრედი არაფრის დიდებით არ ჩაასხამს შეგ მეგობრებო გამოასუფთავებს გამოამშრალებს და მე ასხავს თაფლს მაგრამ ხო არის შემთხვევა წამლი და ახალი შეტანილი აქვს რაღაც მაგრამ აი ამ დროს შეიძლება მოხდეს ეგ შეიძლება დაშვებულია მაგრამ როგორც ახლა უჯრედში მოხდეს და მე თაფლი ჩაასხას და ის დატოვოს ის სველი ეს გამორიცხულია ფუტკარი იმას გამოამშრალებს მე მოიტანს ნექტარს და ჩაასხავს თაფლად აქცევს მაგრამ აი ამ დროს შემოტანილი ახლა შინდისგან რაღაცა ხო არის არა ახლა პატარა სცენარები აყვავებული თუ იქიდან შემოიტანს მეგობრებო ეგ მაინც არ გადაყვება აი ძირითად ღალიანობის პერიოდამდე ამას გახარჯავს ასე რომ მცირე რაოდენობით თუ გადაყვება რაღაცა ესე იგი დავიმახსოვროთ შეწამლა იმ დრომდე უნდა შევწამლოთ ვიდრე ძირითადი ღალიანობა დაიწყება 1-10 დღით ადრე უნდა შევაჩეროთ მე კიდევ თუ მაინც და მაინც რაღაც ისეთი პრობლემა გაჩნდა რომ აი თუ შეყვა თაფლში კი ბატონო ძალიან ადვილია მაგის გაკეთება ჩვენ ხო ვიცით რომ აი დაბლა ბუდიდან ვიღებთ ერთ ჩარჩოს ან ორ ჩარჩოს ერთ აი თლათ ბოლოში რომელიც არის იმას ვიღებთ თაფლის გამოსაღებად იქამდე ჩვენ წამალს არ ვასხავთ მეგობრებო ვასხავთ თქვათ 10 ჩარჩოს შუაგულში და იმას ტოვებთ ასე მაგრამ წარმოიდგინეთ მეგობრებო რომ ის ბოლო ჩარჩოზე ღალიანობა როცა არ არის მაინც არ არის იქ და არც მოხდება და თუნდაც მოხდეს ხო გითხარით რომ ფუტკარი გამოასუფთავებს იმას მაგრამ ჩვენ მაინც დავიცვათ რომ სიმთხილე აუცილებელია ესე იგი სადღაც ძირთად ღალიანობისთან ახლა აი მაგალითად მთაში სხვა დროს იცის ბარში სხვა დროს იცის მაგრამ ხო დაფიქსირებული გვაქვს როდის არის ესე ვიდრე ღალატი გავა 1-10 დღით ადრე ან 1 კვირით ადრე მაინც უნდა შევაჩეროთ შეწამლა არავით არის შეწამლა შემდეგში თუ ვინიცობა მაინც და მაინც რაღაცა აი ზოგიერთი სუსტი ოჯახი აი იქიდან თაფლს არ ველოდებით კი ბატონო იქ შეიძლება შეწამლო
თუ თაფსალელოდები და სუსტი ოჯახია და გინდა მოძლიერება და რაღაც შეამჩნევ ტკიპა ყავს რაღაცა, კი ბატონო. მაგ შემთხვევაში შეიძლება, რატომაც არა. მაგრამ თუ სადაც თაფლი, საიდანაც თაფლი უნდა მიიღო, იქ ცოტა თავს შევიკავებთ. ცოტა კი არა, კარგად თავს შევიკავებთ, იმიტომ რომ როგორი სიტუაცია იცი? სიფრთხილეს თავი არასტკივა, თავისთავად ცხადია. ესე იგი, წეგნაცა ვთქვი, თუ ვინიცობა არის, აი მაგალითად ადრეცა ვთქვი, ჩაუდგით ბოლო ფიჭა, როცა უკვე ძირთადი ღალიანობაა და შემოვიდა ინტენსიურად გათეთრებულია ვთქვათ 10 ჩარჩო, ჩაუდგით ბოლოს და ჩამოაშენა პირდაპირ, აი ცარიელი ჩარჩო და ჩამოაშენა იქ სამამლებია, მაგრამ ვინაიდან თაფლი შემოდის, თაფლს ჩაასხავს იქ. ახლა თუ ნელა შემოდის თაფლი და ჩამოაშენა, იქ შეიძლება მამალი კვერცხის დადოს. ამ დროს შეცვლი და სხვა ჩაუდგა. ასე რომ ის ბოლო ფიჭა სუფთაა მაინც და თავი უნდა შევიკავოთ, იმას მოვერიდოთ და შუაგულში კი ბატონო აუცილებლად. ოღონდ მე მაინც რეკომენდაციას არ გაძლევთ, რომ ღალიანობის პერიოდში შეწამლოთ. თუ სუსტებია და იქ თაფსალელოდებით, კი ბატონო. ხო, აი ბოლო შეკითხვაც ასე იყო ეს გავაერთიანე ერთად, რომ აუცილებლად მეგობრებო, უნდა დავიცვათ ფუტკრის ეხლა ხო არ გეტყვის, რომ მაგალითად ზოგს აყავს ტკიპა, ზოგს არ აყავს, მაგრამ ყველას ავწამლით. ეხლა თვალითაც ემჩნევა ზოგჯერ. ზოგჯერ არის არ ემჩნევა, მაგრამ ვიცი რომ ერთხელ შეწამლე და იმას გაცვივდა, ამ დროს ყველას წამლი. და მეორეც ესეც არა, ეხლა მაინც გული აგიზო ისა არითმეს და ყველას წამლი. აუცილებლად მეგობრებო, უკვე დროა შეწამლის და შევწამლოთ ფუტკარი წესების მიხედვით. თუ რაღაც არის, მაგალითად 100 დამპლია გაჩენილი და რაღაცები ჯერჯერობით არის, დამპლი არ შეიმჩნევა, შეიმჩნევა მე უკვე მაისის თვიდან. მაღაზიაში რომ მიხვა და იყიდით წამარს და ეტყვით, როგორ უნდა მოიქცეთ. იმათ იციან იქ სპეციალისტები მუშაობენ და გეტყვიან, როგორ უნდა მოიქცეთ. ასე რომ ჩვენ ამით მორჩებით ძირითადი საკითხები რაც იყო ამოწურეთ და შემდეგისათვის ერთ რამდენიმე გადაცემა გექნება ამ ფუტკართან დაკავშირებით და მე სამკურნალო საშუალებებზე გადავალთ ალბათ. ასე რომ დღევანდელ დღეს მე ამით დაგემშვიდობებით მეგობრებო. მადლობა ყურადღებისათვის და შემდგომში უფრო ვრცელი მოცულობის თემები გვექნება აუცილებლად. კარგად ბრძანდებოდეთ.